ეს ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლო სკოლის მაქსიმე შარაძის სახელობის მგალობელ მომღერალთა გუნდია. აქ დედები და შვილები ერთად გალობენ. სწორედ ეს წარმოადგენს გუნდის მთავარ ნიშას. გუნდის წევრთა უმეტესობა მოყვარულია. უდიდესი მონდომებისა და შრომის მოყვარეობის წყალობით თითოეული მომღერალ მგალობელი უკვე აქტიურად იღებს მონაწილეობას ღვთისმსახურებაში. 2024 წელს ჩვენს ტაძართან დავაარსეთ საკვირაო სკოლა კათალიკოს პატრიარქის უწმიდესდამონი ტარასის სილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩვენ შეუერთდით მოგეხსენებათ მრავალ ტაძარში არსებობს ესეთი პრეცედენტი საკვირაო სკოლის და ჩვენ შეუერთდით რამოდენიმე სექცია დავიწყეთ და ყველაზე დიდი პოპულარობა სწორედ თავიდანვე ერთ-ერთი პირველი სექცია რომელიც დავაარსეთ იყო გალობის და სიმღერის და დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და უკვე აი წელიწად ნახევარია ისე მოხდა რომ ესე იგი მოვიდნენ ქალბატონები და შვილები. აღმოჩნდა რომ ესე იგი საბოლოო ჯამში ერთი გუნდი შეიქმნა დედების და შვილების. ესეთი რაღაცა არ იგეგმებოდა ესე, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოვიდა. ძალიან გვახარებს ის რომ ეს ორი თაობა, დედების და შვილების თაობა ერთად მეცადინეობს. ერთად არიან, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ესე რომ მშობელი ვერ ახერხებს შვილის მიყვანა, შვილი პატარა, ცალკე ვერ მიდის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ დედები და შვილები ერთად ყველაზე საოცარ საქმეს ერთად ასრულებენ. ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში გუნდის სარეპეტიციო დარბაზია მოწყობილი. სწორედ აქ გუნდის ხელმძღვანელ ოთარ მუშკუდიანთან ერთად შეისწავლიან მომღერლები გალობასა და ქართულ ხალხურ სიმღერას. აი, ჰარალო თქვა, აბა მიდი, ეკლა. საკვირაო სკოლის დაარსების დროს აქ მოვიდნენ მოსწავლეები გასასინჯად, ანუ აინტერესებდათ შეძლებდნენ თუ არა გალობის და სიმღერის სწავლას. მშობლებმა მოიყვანეს შვილები და მე შევთავაზე მშობლებს, რომ თქვენ სხვა მოსინჯავდით გალობის და სიმღერის სწავლას თქო და საკმაოდ დააინტერესათ ამ იდეამ და დავიწყეთ ესე მშობლებმა და შვილებმა ერთად და საკმაოდ წარმატებული გამოვიდა ეს. პრაქტიკულად ყველა მოყვარულია აქ, მაგრამ დიდი შედეგები დადეს. თავიდან რა თქმა უნდა პირველადი მიზანი იყო მსახურებაზე დადგომა და გალობის შესწავლა. დავიწყეთ თავიდან წირვის საგალობლების შესწავლით. ამჟამად სრულიად მთელი წირვის რეპერტუარს, გელათის სკოლის რეპერტუარს სრულად ფლობენ, თითო ვარიანტს, თითო საგალობლის თითო ვარიანტს, ასევე მწუხრის საგალობლები იციან და დავიწყეთ მას შემდეგ დავიწყეთ სიმღერებიც. ყველანი აქ არ გალობენ ამ ტაძარში, აქ სწავლობთ, ნაწილი აქ გალობს და ნაწილი განაწილებულია რუსთავის სხვადასხვა ტაძრებში. თავიდან როდესაც შევთავაზეთ მშობლებს, რომ ისინი სხვა შეისწავლიდნენ საგალობლებს და სიმღერებს, ეს რა თქმა უნდა იმ მიზნით შევთავაზეთ, რომ ეს ოჯახური გარემო ყოფილიყო ანსამბლში. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით რუსთავის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი ტაძრის სამრევლო სკოლის მგალობელ მომღერალთა გუნდთან ერთად ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში რუსთავის ნომერ მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. გუნდმა ასევე მოინახულა რუსთავის ხანდაზმულთა მუნიციპალურ სახლ ქსენონისა და საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა სახლის მაცხოვრებლები. მათთვის აღდგომის დღესასწაულის მისალოცად გუნდის წევრებმა შეასრულეს ქართული საეკლესიო საგალობლები და ხალხური სიმღერები. მე გახლავართ ანა ალადაშვილი, სამი შვილის დედა. წელიწად ნახევარია, რაც ჩვენი გუნდი არსებობს. დედების და შვილების გუნდი და ძირითადად რეპეტიციები გვაქვს შაბათ-კვირას ხოლმე. სწავლობთ გალობას, ახლა დავიწყეთ ხალხური სიმღერის შესწავლა და თითოეული რეპეტიცია ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს და ძალიან დიდი სიხარულით მოვდივართ. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ვგალობ, თითქმის ყოველ კვირას ავდივარ და ვდგავარ წირვაზე. ძალიან ისეთი კარგი შინაური გარემო დაგხვდა, სულ ვარ დედები და შვილები უმრავლესობა.
და რა დიდი სიხარულის მოვდივართ ყოველ შემთხვევაში მე და ჩემი შვილი აი ისე გარბის დრო და ძალიან ესეთი შინაურული ძალიან ესეთი როგორც საკუთარი ოჯახი ჩვენ ასევაც სულ. მე და დედიკო ერთად დავდივართ და ერთმანეთი გვიყვარს და ერთად გავდივართ. ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლო სკოლის მაქსიმე შარაძის სახელობის გალობელ მომღერალთა გუნდი ერთ თვეში საანგარიშო კონცერტს გეგმავს, სადაც საზოგადოებას თავის სრულ რეპერტუარს წარუდგენს.